2025 წლის 13 მაისს იყო პოლიცსაბჭო, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ხელიაციეთ? კი, იყო მსჯელობა, იყო საკმაოდ მხურვალე პროცესი, დაძაბული სხდომა იყო პოლიცსაბჭოში. მე ამას ეს ჩემთვის ძალიან მძიმე მომენტია, იმიტომ რომ ჩემი დამარცხება იყო, ხო, იმ მოსაზრების და იმ პოზიციის, რომელსაც მე წარმოადგენდი, მე ვიყავი წინააღმდეგი, ახლა ვინ იყო კიდევ წინააღმდეგი? ირაკლი კუპრაძე თავიდანვე მომხრე იყო თუ თავიდანვე წინააღმდეგი? ეგ ახლა ჩემი გულწრფელობა როგორ არის? აგერ ყავდათ ირაკლი და უნდა გეკითხათ ეგ და კიდე გექნებათ ალბათ შანსი. მაგრამ ეს პასუხი მე ბევრ რამეს მეუბნება. გითხოთ, მე შემიძლია ჩემი წილი გულწრფელობა გითხრა და რაღაც ეთიკა შევინარჩუნო და მე ვიყავი თავიდანვე წინააღმდეგი, ეს იყო 13 მაისს, მალევე ალბათ 10 დღეშივე ამ ხმები ბოდიში როგორ გაიყო დაახლოებით რამდენზე დაახლოებით ისე გაიყო რომ ეს გადაწყვეტილება ის კი არ გაიყო ხმები დაალაგდა იმგვარად რომ ეგ გასაგებია მაგრამ დაახლოებით დაუჭირა მხარი რამდენად დიდი იყო უმრავლესობა იმას შორის ვინც ითხოვდა შესულას არჩევნებში მაგას არანაირ მნიშვნელობა არ აქვს შეიძლება 90 იყო ხა ისევ სულს მაგევრად მთხოვ რაღაც გულწრფელობას არა მე ადამიანებს დასახელებას არ გთხოვ დაახლოებით რაოდენობას კაცო ეგ მაგპარტიის შიდა საქმე არის ახლა უკვე შემიძლია გითხრათ რომ ეს განსხვავებული პოზიცია როდესაც თქვი მალევე ასევე განვაცხადე ჩემ თანაგუნდელებთან, ჩემ მეგობრებთან, რომ ამ გადაწყვეტილების გაცხადების შემთხვევაში, საჯაროდ გამოცხადების შემთხვევაში მე დავტოვებდი პარტიას, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილების არც მორალური და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარების სურვილი არ მქონდა.